მე ვარ ლუკა უკუჯავა, ბათუმის დინამოს საფეხბურთო სკოლა აკადემიის მწვრთნელი ანალიტიკოსი. ანუ ჩემი ბავშვობა უკავშირდება პირველ რიგში უკავშირდება სოხუმს და შესაბამისად შემდეგ იყო დევნილთა დასახლება მზიური და მასთან ყველაზე ახლო კავშირში ჩემთან იყო ფეხბურთი. ფეხბურთთან დამაკავშირა მამამ, რომელიც ბავშვობიდან არის ლივერპულის და არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პირველი გულშემატკივარი და ბავშვობიდან მახსოვს მარადონა და ჩამესმის ყოველთვის, ანუ ფეხბურთთან როცა მიდის საუბარი ნებისმიერ ასპექტში, ესე რომ ვთქვათ, პირველი რაც მახსენდება არის მარადონა. მარადონას მისი სიყვარული ჩვენი ოჯახის და კონკრეტულად ჩემი არის რაღაც უსაზღვრო და ძალიან დიდი გავლენა იქონია იმაზე თუ რა კუთხით მინდოდა რომ ყოფილიყავი ფეხბურთში. ანუ როგორც მწვრთნელი ახლა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მიყვარს შემოქმედებითობა და მიყვარს კრეატივი და უფრო მინდა რომ როგორც მწვრთნელი გავხსნათ ჩარჩოებს და არ ვიყო რაღაც მაგალითად რო ვთქვათ რაღაც ტაქტიკურ მოქმედებებში ყოფი მწვრთნელი და მინდა რომ უფრო ფართო იყოს ეს. ესიც მასთან ახლო არის, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მიჩნდება ის განცდა, რომ მესი არის ნომერ პირველი ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველა დროის. და ბავშვობაში იყო რონალდო. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ხვდები, რომ მესიზე წინ არავინ არ დგას. კლუბი არის ჩელსი. ადელის შემდეგ იყო საფეხბურთო სკოლა ბათუმის დინამო და 13 წლიდან უკვე ვიცავ ბათუმის დინამოს ღირსებას. როდესაც დაიშალა ადელი, მოხდა სელექცია. ამის შემდეგ 5 ფეხბურთელი აღმოჩნდით ბათუმის დინამოს სკოლაში და შემდეგ უკვე ვიცავდით დუბლ შემადგენლობამდე ბათუმის დინამოს ღირსებას. ბავშვობიდან ვოცნებობდი რომ გამختارიყავი წარმატებული ფეხბურთელი, დიდი ფეხბურთელი. შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე, ეს იყო მცირე ტრამვები, ეს იყო რაღაც მრავალი გულის ტკივილი ერთი სიტყვით, იქონია გავლენა იმაზე, რომ უკვე სხვა მიმართულებით გადასულიყავი ფეხბურთში, მაგრამ თავარი ესე რომ ვთქვათ, გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ვერ გავხდი პროფესიონალი ფეხბურთელი, იყო მუდმივი ტრამვები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეხლა უკვე არის ის საშუალებები, რითიც შეიძლება რომ ეს ტრამვები უფრო იყოს შემცირებული და ტრამვების პრევენცია მოხდეს ძალიან მარტივად, მაგრამ რამდენიმე წლის წინ არ ქონდა მაგის საშუალება, რომ ამ ტრამვების პრევენცია ყოფილიყო, მომხდარიყო. ანუ მთავარი პრობლემა მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ხარ თავად და ამ შემთხვევაშიც ვიყავი მე ამ ტრამვების გამომწვევი მიზეზიც მე ვიყავი, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში დავაკელი მაგალითად რომ ვთქვათ დისციპლინა, სადღაც დავაკელი რეჟიმიც, სადღაც დავაკელი არასწორი მიდგომა საკუთარი თავის მიმართ და ზედმეტი მოთხოვე ჩემ თავს, იმ რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც იმ კონკრეტულ მომენტში შემეძლო. ზედმეტი ვარჯიშიც არასწორი არის. ზედმეტ მაშრომამაც შეიძლება დაგუყუპოს და არასწორი გზით წაგიყვანოს და ამ შემთხვევაშიც იყო ეს ერთ-ერთი მიზეზი. ერთ-ერთი ტრამვის მომენტში, როდესაც გავდიოდი რეაბილიტაციას, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ამ შემთხვევაში უკვე ჩემმა კოლეგამ, შემომთავაზა დავსწრებილიყავი ერთ-ერთ ვარჯიშს, სავარჯიშო პროცესს, უკვე ის მწვრთნელი გახლდათ. ჩავერთე მეც სავარჯიშო პროცესში და იმდენად მომეწონა ეს სავარჯიშო პროცესი, რომ თქვი რომ რეაბილიტაციას უნდა დავანებო თავი და რეაბილიტაცია იყო იმ კუთხით უკვე, რომ ფეხბურთის თამაში განმეახლებინა, თორე ანუ არც სიარულში მქონდა პრობლემა, ანუ პროფესიონალურ სპორტში მჭირდებოდა ეს კონკრეტული რეაბილიტაცია, რასაც გავდიოდი და ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ მექმნიდა პრობლემას ის კონკრეტული ტრამვა და იმდენად მომეწონა ეს სამწვრთნელო საქმიანობა, რომ უკვე მაშინ მივხვდი, რომ ჩემი საქმე რა არის. ჩემი საქმე ამ ვთვლი რომ არის წელიწადნახევრის მერე, რაც უკვე დავიწყე მწვრთნელობა, ვთვლი რომ არის მწვრთნელობა და გულის წოდომაც მაქვს, ცოტა მაქვს, იმის გამო რომ მაინც ვერ შევძელი ბავშვური ოცნებების ახდენა, რაც ვფიქრობ რომ 5-6 წლიდან მომზდევს, მაგრამ იმდენად საინტერესო არის უკვე ეს პროცესი, სამწვრთნელო პროცესი, რომ ერთი სიტყვით რომ თქვა, უკვე ვფიქრობ რომ ბევრად წარმატებული და დიდი მწვრთნელი შემიძლია გავხდე, ვიდრე გავხდებოდი ფეხბურთელი. ან ნებისმიერ მწვრთნელს და ფეხბურთელს აქვს ეგ მომენტი, რომ რაღაც კონკრეტული მარცხის შემდეგ
ან დამარცხების შემდეგ უნდა რომ საერთოდ ჩამოშორდეს ამას, მაგრამ ეს მომენტიც მქონია, რომ აი იმდენად საინტერესო ყოფილა ხშირ შემთხვევაში ეგ მარცხიც, აი იმის განვითარება არის საინტერესო ზოგჯერ იმ მარცხის განვითარება, რომ მე ბოლოს მაინც მაქედან მიდიხარ ჭეშმარიტებამდე, რომ ერთხელ დამარცხდი, მეორეჯერ, მესამეჯერ და აი სადღაც უკვე საინტერესო ხდება ეგ პროცესი. მე ის პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ აი მარცხისას თვითონ მაგ პროცესში ხვდები აი სამომავლოდ მუშაობის პროცესის ინტერესს. ანუ უფრო მარტივად რო ვთქვათ, უკვე აი მაგალითად დამარცხდი, ისწავლე რაღაცაზე და გრძნობ რომ მომავალი 6 თვე ან 3 თვე აი ამ ყველაფრის აღმოფხვის პროცესი ძალიან საინტერესო იქნება და აი მაგ შემთხვევაში ხშირად მივლის ჟურნალისტი და ეგ ძალიან საინტერესო მომენტია. პირველი გუნდი არის ის ეხლა რომ სადაც მუშაობ, ეს იყო ჩემი პირველი გუნდი. პირველივე დღიდან მათთან ერთად მოვდივარ, როგორც მთავარი მწვრთნელი. მანამდე რამდენიმე თვიანი გამოცდილება მქონდა მხოლოდ. ბავშვები ალბათ პირველივე დღიდან ხვდებიან იმას, რომ ეს ჩვენი ჯგურის არის, რა. დღესაც მაგას ფიქრობენ. ჩემს მოხმარესთან ერთად რომ ერთი ჯგურის ვართ და ამან მოიტანა ეს ყველაფერი წარმატებაც, განვითარებაც, რომ ერთნაირად ვფიქრობთ და ერთნაირად ვაზროვნებთ, ან დაახლოებით ერთნაირი მიზნები გვაქვს. ეტაპობრივად თავის ფიქრობენ, რომ და ხვდებიან ჩემი აზრით, რომ მათთან მიმართებაში ვიქნებით როგორც არა მაგალითად ზრდასრული ადამიანი და ბავშვი, არამედ თან არც არის ჩვენ შორის სხვაობა დიდი 10 წელი არის, 11 წელი უпроსად. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა და ამანაც თავისი გავლენა იქონია, რა თქმა უნდა, მათ განვითარებაზეც და ჩვენს ურთიერთობაზეც. პირველ რიგში ბავშვთა მწვრთნელისთვის მთავარი არის სიყვარული. როგორც ბავშვების მიმართ, ასევე საკუთარი საქმის მიმართ. თუ ბავშვების მიმართ სიყვარული არ გაქვს, გამორიცხულია, რომ ელემენტარულად რო ვთქვა, წარმატებული იყო ბავშვთა ფეხბურთში. და საპასუხოდ დაიბრუნა ის სიყვარული, რაც შეუფასებელი არის. როცა ბავშვებისგან იღებს სიყვარულს, მაგაზე წინ არაფერი არ დგას ჩემი აზრით. შემდეგ არის პატივისცემა და დისციპლინა. ნებისმიერ ვარიანტში ბავშვი უნდა გრძნობდეს იმას, რომ შენ მასზე ზრუნავ. ეს ზრუნა შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ როდესაც ბავშვი სავარჯიშოდ მოდის, მოედანი იყოს უკვე ესე ვთქვათ გამზადებული. მას მოედანი დახვდეს მოწესრიგებული. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ ეს ვარჯიშები რაც უნდა შეასრულოს, იმისთვის ინვენტარი უკვე მზად უნდა იყოს მოედანზე. მწვრთნელი მოწესრიგებული უნდა იყოს იმ კუთხით, რომ კონდეს კონსპექტი და კონდეს მიზანი, იმ ვარჯიშზე რა მიზანიც უნდა რომ შეასრულოს. და უკვე ბავშვი გრძნობს, რომ არის იმ პროცესში, რა თქმა უნდა, ცნობიერებლად, რომ ის ვითარდება. და უკვე ეს ყველაფერი იყრის თავს, როდესაც მწვრთნელი არის დისციპლინირებული, სიყვარულიც და პატივისცემაც. და შემდეგ უკვე არის ეს პროცესი განვითარების. დღეს წინა წლებთან შედარებით ბათუმის დინამოს გააჩნია ინფრასტრუქტურაც, გააჩნია ის პირობებიც, რა პირობებიც ბავშვის განვითარებისთვის ნორმალურია. არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი ამ ეტაპზე რეალური პირობებიდან გამომდინარე გამორიცხულია რომ გქონდეს, იგივე რაც ხდება ამ წუთას საქართველოში იქიდან გამომდინარეც, მაგრამ გვაქვს ის ყველაფერი, რაც ბავშვის განვითარებისთვის ამ ეტაპზე არის საჭირო. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას რაც შეეხება, პირველ რიგში არის ნდობა ჩვენ შორის და ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს ნორმალურ საფეხბურთო სკოლა აკადემიაში. ანუ გვაქვს პირობები მწვრთნელებს სამუშაოდ და ბავშვებს აქვს პირობები იმისთვის, რომ განვითარდნენ და იყვნენ უკეთესები, ვიდრე არიან დღეს. ორი კუთხით დავყოფ ჩემს სამწვრთნელო წარმატებებს. პირველი, რა თქმა უნდა, არის ის სიყვარული, რა სიყვარულსაც ვიღებ ბავშვებისგან და ყველაზე მნიშვნელოვანიც არის თავისთავად. და შემდეგ უკვე ტურნირები, რა ტურნირებშიც ვიღებთ ჩვენ მონაწილეობას. პირველი ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი, სადაც სამწუხაროდ დავმარცხდით პენალტების სერიაში თბილისის დინამოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს იყო ჩვენი პირველი დიდი ნაბიჯი, რომ უკვე მომავალი წარმატებები ყოფილიყო უფრო სტაბილური და ყოფილიყო სასიამოვნო. შემდეგ იყო უკვე ბათუმის ატეიტის თასი, სადაც უკვე გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ იყო ვილნიუსის საერთაშორისო ტურნირი, სადაც 30 გუნდში მე-4 ადგილი დავიკავეთ და ამ ტურნირში მონაწილეობას იღებდა იტალიური ვერონა, ესპანიოლი და იღებდა ბენფიკა. შესაბამისად, ფიქრობ, რომ ჩვენი წარმატება არა მხოლოდ
ამ შემთხვევაში არ მხოლოდ ჩვენი ბათუმის დინამოს წარმატება, არამედ ქვეყნის წარმატებაც არის, იმიტომ რომ ესენი არიან წამყვანი საფეხბურთო აკადემიები ევროპულ ასპარეზზე. და შემდეგ იყო თბილისის Grassroots Cup-ი, სადაც გამარჯვებით დასრულდა ისევ ჩვენი მოღვაწეობა. ერთი ტურნირი გამორჩა და იმედია კიდე ბევრი გველოდება გამარჯვებები მათთან მიმართებაში. ახლა უახლოესი გვაქვს რიზეში საერთაშორისო ტურნირი, სადაც მიემგზავრებით ერთ კვირაში და დავიწყეთ უკვე მზადება. და ვფიქრობ, რომ მაინც წარმატებული იქნება ეს ჩვენი სკოლისთვის, მაგრამ აქ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ არ არის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე გამარჯვება და ბავშვის განვითარება და წარმატება არ აისახება მხოლოდ და არ გამოიხატება მხოლოდ ტურნირში გამარჯვებებთან მიღწეული შედეგებით. ამ ყველაფერზე უარის თქმა მაინც არ არის მიზანშეწონილი, როდესაც რაღაცის ან სადღაც გამარჯვების საშუალება გაქვს, გამარჯვებას უნდა მიაღწიო. მიუხედავად ასაკისა, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი აქცენტები. თუ რა აქცენტებით უნდა მიაღწიო შენ ამ კონკრეტულ შედეგს და ვფიქრობთ, რომ ეს აქცენტები სწორად ისახება ჩვენს მიერ, მაგრამ და წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ იქნებოდა ესე სტაბილური და ესეთი ხანგრძლივი ჩვენი გამარჯვებების სერია მარტივად რო ვთქვათ. რაც შეეხება კონკურენციას, ფეხბურთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი საკითხი არის კონკურენცია, მით უმეტეს ბავშვთა ფეხბურთში. იმიტომ მარტივად რომ ვთქვათ, მე როცა ვხედავ რომ ჩემს პოზიციაზე ჩემი მეგობარი, ჩემი კლასელი, ჩემი თანაგუნდელი უფრო და უფრო უკეთესი ხდება, მეც მიჩნდება იმის мотивация და სურვილი რომ მეც გავხდე უკეთესი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ეს კონკურენცია იყოს ჯანსაღი. და ამ ჯანსაღ კონკურენციას ქმნის პირველ რიგში სამართლიანი გარემო, რასაც ვფიქრობთ რომ ჩვენ გუნდში და კონკრეტულად ჩვენ სკოლაში არის. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ რატომ უნდა იყოს ბავშვი ბათუმის დინამოში, რომ მათ ხდება ობიექტური და სამართლიანი გარემო. ხშირ შემთხვევაში რთული არის აღსაქმნელად, როდესაც მშობელსაც ან ბავშვსაც თუნდაც პირდაპირ ან ირიბად ეუნებოდე, რომ დღეს შენზე უკეთესი არის, თქვენ შვილზე უკეთესი არის და ამ შემთხვევაში გვიწევს გადანაცვლება და რთული აქვს საკითხი აღსაქმნელად. მაგრამ პირველ რიგში უნდა მივიტანოთ სწორად ბავშვამდე. ხშირ შემთხვევაში გქონია ეს მომენტი, რომ მშობელს უფრო მეტად უნდა რაღაც კონკრეტულ ჯგუფში მოხვედრა, რომ იქ იყოს ბავშვი, ვიდრე ბავშვს. ჩვენ ვეუბნებით სწორ გზას და სწორ მიმართულებას. რა მიმართულებაც უნდა აირჩიოს მშობელმა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის წინააღმდეგობა, რა წინააღმდეგობაც ბავშვის განვითარებას აფერხებს. იღებენ იმ გადაწყვეტილებას, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ჩვენი სკოლის დატოვება, ან უფრო ან სხვა სკოლაში გადასვლა, საფეხბურთო სკოლაში გადასვლა, მაგრამ ეს შემადგენელი ნაწილია მესმის, მაგრამ არ არის პრობლემის გადაჭრის გზა. იგივე პრობლემა შეიძლება წარმოიშვას სხვა სკოლაში. პირიქითაც ხდება სხვა სკოლიდანაც იმის გამო გადმოდის ხშირ შემთხვევაში მოზარდი, რომ ფიქრობენ, რომ სადღაც ბავშვი იჩაგრება, მაგრამ ნამდვილად არ არის ესე. ყველგან არის სამართლიანი გარემო, ამაში 100% თორ დარწმუნებული, იმიტომ რომ ეს არის ფაქტები და ვხედავთ ამას ყველა. არის ყველგან სამართლიანი და პოზიტიური გარემო. ზოგადად ბავშვობიდან მიყვარდა, რომ ჩემი წარმატება და ჩემი ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ წასულიყო და არ ყოფილიყო რაღაც კონკრეტული საფეხურიდან გადახტომა შემდეგ საფეხურზე და მირჩევნია, რომ ესეც სამწვრთნელო საქმიანობაც ეგრე იყოს. ეხლა ვარ ბავშვთა ასაკში, ბავშვთა ფეხბურთში და მინდა რომ კიდე რამდენიმე წელი ისე ბავშვთა ფეხბურთს ვემსახურო. საფეხბურთო ოცნება უფრო არის სამხრეთ ამერიკა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროპაში ფეხბურთი არის სულ სხვა დონეზე. ბავშვობიდან მიყვარდა სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი და ვთვლი, რომ თავისუფალი ფეხბურთის სამყარო და ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი მაინც არის სამხრეთ ამერიკა. აქედან მოდის ყველაფერი და აქედან მოდის ფეხბურთი, ჩემი აზრით. ის ფეხბურთი, რა ფეხბურთით მე ძალიან მიყვარს, ეს არის პირველ რიგში თავისუფალი ფეხბურთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთისთვის, რომ იყო თავისუფალი. მე როგორც მწვრთნელი და მოზარდი როგორც თავისუფალი ფეხბურთელი და შემდეგ უკვე ის გარემო და ის ატმოსფერო, რაც იქნება სამხრეთ ამერიკაში, შეუდარებელია. იდეალურ სიტუაციაში ჩემი თავი წარმოვიდგენია მაინც სამხრეთ ამერიკაში მაგალითად ბოკა ხუნიორსის მწვრთნელობის უდიდესი სურვილი მაქვს.
და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან. ბავშვობიდან ეგ ჩამესმოდა ყოველთვის ყურში. მამაჩემისგან და ბიძაჩემისგან, რომლებმაც ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ჩემს საფეხბურთო ხედვაზე და ჩემს საფეხბურთო სიმპათიებზე. შეიძლება ეს იყოს ვიღაცისთვის არაფრის მომცემი, ის რომ მე ბოკა ხუნიორსის მწვრთნელობა მინდა. ეს ხშირი არ არის. ხშირად ვერ გავიგებთ ამას. მაგრამ მაინც შინაგანად ის ატმოსფერო, რაც იქ არის, ის დამოკიდებულება და ფანატიზმი, რაც არგენტინელ გულშემატკივრებს აქვს ფეხბურთის მიმართ და კონკრეტულად იმ დაპირისპირების მიმართ ბევრს გაუგია და ბევრმა იცის ბოკა ხუნიორსი რივერის. ჩემი ოცნებაა და დარწმუნებული ვარ, წელს თუ არა მოვალ წელს მაინც ავიხდენ იმას, რომ ბოკა ხუნიორსი და რივერის თამაშზე მოხვდები. ჩემი უახლოესი მიზნებია, რა თქმა უნდა, გაღრმავება იმ ცოდნის, რაც მაქვს. ეს არა მხოლოდ საფეხბურთო ცოდნას ეხება, არა საფეხბურთო ცოდნაზეც მაქვს საუბარი. ამისთვის სხვადასხვა საერთაშორისო სემინარებშიც ვიღებ მონაწილეობას, ვესწრები კურსებს, ვარ UEFA-ს C ლიცენზიის მფლობელი და UEFA-ს B ლიცენზიის სტუდენტი. უახლოეს მომავალში B ლიცენზიის დასრულების შემდეგ მაქვს სურვილი, რომ A ლიცენზიის სტუდენტი გავხდე, რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ჩემი საფეხბურთო ცოდნა გაღრმავდება. შემდეგ უკვე კიდე რამდენიმე ეტაპია, რა ეტაპიც რა თქმა უნდა მინდა რომ გავიარო. და რა თქმა უნდა შემდეგ იმედი მაქვს, რომ პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ამ ჩემ მიღებულ განათლებას საფეხბურთოსაც და არასაფეხბურთოსაც მოახმარ ბავშვებს პირველ რიგში, მაგისთვის ვაკეთებ ყველაფერს ყოველდღიურად და ეს ფეხბურთელები გამოადგება ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ჩვენს ადგილობრივ კლუბს და იმედი მაქვს ევროპის მასშტაბით კიდე ბევრ საფეხბურთო კლუბს და იმედი მაქვს მეც გავხდები ერთ-ერთი წამყვანი კლუბის მთავარი მწვრთნელი.